შეუყვარდა. აი, ფეტიშია, აქ შვილი ხალები. იდიოტი. ეს ყველაფერი არ არის, უკეთესი გინდათ? იქნებ მარიამი დაელაპარაკოს ნიკას და ცოტა აზრზე მოიყვანოს. ნუ მთხოვა დედა ჩემს დიახ. აი. კარმა ხო იცით რა არის? კარმა იზე. შინელი ქალია, ყველაფრის ღირსია მართლა. კაი, გვეყოფანდა ნიკა, მოდი, შენ წვენს სვავ, ჩაის გავაკეთებ და აღნიშნოთ გოგოს გათავისუფლება რა? მე მართლა. მართლა ამჯერა რომ ეგ ამბავი დამთავრდა. ისე მიხარია მოძროებს. უცოტა. გიხმარო რამე? აქეთ წავუგზავნით. საით არის პაციენტი? ოთახში. გაგაფრთხილებთ რა, გასინჯვაზე ამბობს უარს. რატო ბოლო პერიოდში რაიმე მძიმე ფსიქოლოგიური სტრესი ხომ არ გადაიტანე? დაურსულების პრობლემა აქვს. გასაგებია. თქვენის ნებართვით. წავუგზავნით ერთი წუთით. დაგო, შენთან არის ამოსულები. არ მინდა რა ვისნო. ექიმია და დაგეხმარებათ. არ მჭირდება არანაირი ექიმი. თაკო, უბრალოდ გაქცი. ხო და არ მინდა ეს გასინჯვა, რა გჭირ? გეხოწები, გადით აქედან რა. მარტო მინდა ყოფნა, რატო არ გესმით? გადით გეხოწები, თავი დამანებეთ რა. ძალიან გთხოვ დამშვიდე. აი, ვერ შვიდდები და რა გავაკეთო? გადით ახლა თავი დამანებეთ. დაწყნარდი, დაწყნარდი. არ მინდა ეს დაწყნარება, ვერ ვწყნარდები, გადით. დამანებეთ თავი რა, გეხოწები, რა გადიშე. არ შემიძლია ვერ ვჭირდები. Stand before these tricks of life. An old song blowing in the wind. We can cross the great divide. სადარბაზოებთან რამდენი უნდა მელოდო? ამოდი, შენი სახლი არ არის ეს? ხო იცი რომ არ ამოვალ. მე დაველაპარაკებით, რამდენჯერ უნდა გითხრა? რა შუაში ეგ არ მინდა, მე თვითონ მიგრძნობ თუდად თავს. რავი, როგორც გინდა. მაგრამ შენ ძალიან მენატრები ხოლმე მართლა და ისე მიხარია რომ დამთავრდა ეს ტანჯვა და უბედურება ჩვენს თავს. ხო, რავი, ვიცი. რავი. არას აცეცებ მაგ თვალებს, რა გჭირს? ას ვაცეცებ, ფრებს, ბოდია. გოგა. არაფერი, ნერვოზულად დამყვა უბრალოდ, რომ ითვალთვალებდნენ, ეხა თავისით გამიბის. არავინ არ გითვალთვალებდა, მაშინაც ხო გავიგეთ რომ პოლიცია იყო. ხო, არ შემიძლია დავიღალე. ხოდა ხა გჭირდება დასვენება, განტვირთვა და ისეთი მეგობრების პოვნა, რომლებიც აი ესეთ ჩარში აღარ გაგხლართავენ. რა ადვილია? არ არის? იმ ბიჭებზეც ეგრე მეგონა, მაგრამ ხო, ნახე რა გამიგდეს. იმიტომ შულა რომ არ იცი შენ ადამიანების ცნობა. მოიყვანი აბა ჩემთან. აი შენთან მოვიყვან ხოლმე. რა გაცინებ? ხო, უნდა მოიყვანო. წამორებ ჭამოთ ვშია. კარგი, ოღონდ მე დაგვატიჟებ, კაი? შენთან ვალში ვარ. შენ ჩემთან ვალში ხარ მთელი ცხოვრება. მაგრამ სულ მეკპატიჟებ და ეხლაც მე დაგპატიჟებ, ნუ გამოიდებ შენ თავს. კაი, წამ. ძლებს გიპოვე. იმის სამართზე არ დამხვდე, რომელიც აქამდე ვიცოდე. მოვბრძანდით ქალბატონო ირინა. თავბრძანდით. ცი რა ამიხსენი რა მოხდა? კი ნაღამ გავგიჟდი. გირეკავ არ მპასუხობ. თქვენ ხომ იცით, ბატონი ლადო და თქვენ როგორ მიყვარხართ? ეს არის შენი სიყვარულის გამოხატვა. პარალიზებული კაცის სადღაც გადაკარგვა? ლადო მთხოვა. არ თავხდებოდი, მაგრამ ძალიან შემეცოდა. რა გთხოვა? მთხოვა კლინიკა მომეწებნა, რომელიც მისივე საჭიროების მქონე პაციენტებს მოემსახურებოდა. მისივე კარნახით ყველა საბუთი შემაგროვებინა და მე უკვე იქ წასვლაში დავიხმარე. სად არის? მიუხედავად თქვენი დიდი პატივისცემისა, ვერ გეტყვით. ლადოს პირობა მივეცი და ვერ დავარღვე. ცი რა ხვდები რა გააკეთე? ჩემი ქმარი უნებართოდ სადღაც წაიყვანე. შენი ხელწერით წერილი დამიტოვე და მე არც ვიცი ეს ყველაფერი სიმართლეა თუ არა.
სიმართლეა, ქალბატონო ირინა. ასე იტყო და გამტაცებელი მკვლელი. მაგრამ არანაირი საბუთი იმისა, რომ ეს ყველაფერი ჩემ ქმარმა დაგავალა, არ მაქვს. ხომ იცით, ბატონი ლადოსთვის ყველაფერი კარგი მინდოდა. არაცი რა, აღარაფერი აღარ ვიცი. კარგი. პოლიციაში დავრეკავ და იქ გარკვევა ყველაფერს. მოიცადე. აი ეს არის ტექნიკური ხარჯი. დანადგარების რა. ეს არის ერთჯერადი ხარჯები. ეს მრავალჯერადი და ესეც ადამიანური რესურსის ხარჯი რა, ეხლა ვინმე თუ დავამატეთ რა. ბიჭო, მაგრა გიმუშავია, ხო იცი? ხო, ნუ რაღაც ხომ და ვაკეთოთ ახლა სანამ შენ ირინას გამოიგლოვებ. კაი, ბოდიში ხო. რაღაც თანხა ხო დაგვრჩა, მასალიდან რაც გავყიდეთ რა. მაგას პლუს ცეხის პული. ხო და ვანოსთან წილში რა შევიდეთ მაგაზე ყოფნის. მაგის გარდა კიდე რაღაცა გრჩებათ. ცოტა რა ყველას. კობა. ჯოგჯერა ვანოსი. კასმე. საკუთარმა ძმაკაცმა ვერ გაგიმართლე რაღაც მოლოდინები ეხა და არავისი არ მჯერა საერთოდ რა. კაი, ეხა მორჩი რა. აი და სხვა გზა გვაქვს? სხვა გზა არ გვაქვს. უნდა ვიჯდეთ და ვიფიქროთ რა გავაკეთოთ, რა ვაკეთოთ. აგერ გვაქვს შანსი და გამოვიყენოთ რა. ცადოთ რა მაგის დედაც ვატირე რა. მეც მაგას ვამბობ რა. რაღაცა ფული რაც დარჩა იქიდან რაღაც ბინა მინდა ვიქირავ, ეხლა სუზვიადასთან ხო არ ვიქნები. თან ამოვწურე ეს შეფობის მთელი რესურსები, ვეღარ ვასიამოვნებ ბიჭს. ვიცოდი რომ სადღაც ქონდა ეგ ზღვარი. გავქნე ძმაო, ავეჯის ხელოსანი ვარ. მართლა სულ შეფი ხო არა ვარ. ო სიმართლე რო გითხრა, იცი როგორ მიხარია ესეთ შეცვლილს რო ხედავ. ხედავ რამდენს მიაღწიე, თან აი მწუმპი და რო ამოძვერი. ისე ბინაზე ყოფნის ფული? იმ ჩება კიდე ცოტა. ორქში არა მე გამოვიძახოთ. შია. ვაში მე გადავიხდი. დავაი. ნუ გააღვიძებ რა. ისეთი დოზა შევიყვანეთ, ხვალამდე არ გაიღვიძებს. მე ახლა დროებით დანიშნულებას გიტოვებთ, მაგრამ ეს საკმარისი არ იქნება. სასწრაფოდ კლინიკაშია გადასაყვანი, ფსიქოლოგის გარდა სავარაუდოდ ფსიქიატრის კონსულტაციაც დასჭირდება. ესე ცუდად არის? სამწუხაროდ სერიოზული შფოთვითი აშლილობა აქვს და რაც უფრო საწყის ეტაპზე ვუშველით, უკეთესი იქნება შეტიკისთვის. საგებია. ლოვა. წამოწანეთ რა ყავას და გალებინებთ. მოწანეთ. ხوان სათხარ კერეს. სალკში რა ხდება? არა, არაფერი არ მოხდა, მაგრამ წინაზე მთხოვე რომ ეკოსკოპიაზე რო წახო, მეც წამოვალ და მივდივარ და წამხო. აუ, ვერ გამოყვები დღეს რა. რაღაც ჩემი საქმეები მაქვს და დაგირეკავ ხო? კაი. See the ghost up on the hill. Watch as the ocean turns to still. Watch as the fire burns to ash. Watch as your life comes to pass. And goodbye love, goodbye sin. I don't need that voice within anymore.
ვინ არის? გოგა ბაუა რამე. მარტო ხარ? რა ხდება? ბიჭო, შენი და შენიც მაგაცების გამო მე რატო დამდები? რა? ვიღაც ტიპი დამადგა. იარაღი შუბზე მომადო, ან ფულს მოიტანო, ან შუბს გაგიხრიტავო, ბიჭო. და ყველა ჩემი ოჯახის წევრის სახელი მითხრა, ვისაც უკან მომაყოლებს და მე რა შუაში ვარ თქვენს ფულთან. მომისმინე, დამშვიდი, მომისმინე. მეც მომადგა ეგ ტიპი. და რაღაცა ფულს მთხოვს, მაგრამ შენ ძმობას ვფიცავ არ ვიცი რა ფულზეა საუბარი. გოგა, მე რა შუაში ვარ, ბიჭო. არ ვიცი, კაროჩე რა. რაღაცა ნარკოტიკებიო. და ვაჭრობაო, ფულიოაო, რაღაცა დაიკარასი არა ვარ რა. ბიჭო, ის მაინც ვიცოდე რა ფულზეა ბაზარი ან საერთოდ რა ხდება. საყვარელი ადამიანის გვერდში დგომა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახლა. გასაგებია. თაკო, ვიცი რა შეგემთხვა. სულ იმაზე უნდა ვიფიქრო, რა საკეთებ, თავს როგორ გრძნობ, ან შეტევა ხომ არ დაგემართა. რა შეტევა? მალე ხომ იცი რომ მიდის და აღარ იცის დრო ახელთვალეთ დაიგნეთოს მერე გვიან ხდები რომ ისი ხო ვინც გიყვარს ისი ხო ვინც გახსოვს ისი ხო